მე ვარ ვიქტორია კაკავრიძე 10 წლის. ვსწავლობ Strasbourg Middle School-ში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა, ხატვა, ცეკვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. პატარა რო ვიყავი, ხატვა მასალა ჩემმა დამ. მე ვიცი გოგოს ხატვა, ყვავილების ხატვა, ბუნებრივის ხატვა. ყველაზე რთულია გოგოს დახატვა. ყველაზე ადვილია ყვავილების დახატვა. ყვავილებიდან მე გავა აღაჩოს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. არ მიყვარს შავი ფერი. ძალიან მუქი ფერია და ნახატს არ უხდება. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს. ახლა მაქვს 11 კარგი ნახატი. მინდა მოვაწყო გამოფენა. სად და თბილისის მუზეუმში. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ბებოს. ჩემი ოცნების საჩუქარია პატარა გნუტი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. ცეკვა ანსამბლ ქართულ გენში. ჩემი საყვარელი ცეკვაა ოსური. უკვე გქონდა 3 კონცერტი. ყველაზე უფრო მომეწონა პირველი. იმიტომ რომ მეცვა ძალიან ლამაზი კაბა. მე ვარ ლამაზი გოგო და მიხდება კარგად ჩაცმა. ცეკვაში ჩემი მასაბელია ლევან დარხველიძე. ძალიან კარგი და მხიარული მასაბელია. უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. მე მინდა სოლო კონცერტი მქონდეს თბილისში. მაგ კონცერტზე ჩავისმენ ასეთ კაბას. იქნება გრძელი და თეთრი. ექნება შავი კამარი. კიდე ექნება ქართული ორნამენტები. ჩემი გეგმაა კიდე ვიცეკვო 3 წელი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კაი მასწავლებელი არის და კაი კლასელები მყავს. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. მე კიდე ვიცი რუსული და კორეული. მინდა რომ ვიცოდე თურქული ენაც. რო გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მომღერალი. ქართულ გენში გვასწავლიან სიმღერასაც. ამ სტუდიის დამფუძნებელია ჩემი დედიკო ნინო იმედაძე. ისეთი კაი სტუდია სულ მიხარია მისვლა. ჩემი საყვარელი სიმღერა ყაყაჩო. ყაყაჩო მაგ შენი ბაღის გიშრის სამწამა ყაყაჩო. მე ყოველ ღამე მეძახის როცა შენს პანჯებს დარაჯო. მე სიმღერის ნეჭი მაქვს ბებიკოსგან და დედიკოსგან. კიდე მყავს კარგი მუსიკოსი ნათლია ირაკლი სარაძე. დედიკოს აქვს რაღაც აკაუნტი YouTube-ზე და ჩვენი ქართული გენის სტუდიოს ბავშვები რაღაცა კლიპი ჩაწერა და სიმღერისა და ყველა ჩომღერი ვართ ერთ სიმღერაზე დედიკოს დღეზე. მინდა გავხდე ცნობილი და პოპულარული გოგო. კონცერტებზე უკვე ვუკრავ ორკესტრთან ერთად. ძალიან მიხდება დიდ სცენაზე დგომა. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ექიმი. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის. იმიტომ რომ ვიქნები სტუდენტი და ვიმუშავებ. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო, ჩემი და ჩემი ძმა და ჩემი ძაღლი და კატა. მეტი და-ძმა აღარ მინდა. იმიტომ რომ ესენი ყოფნიან ნერვების მოშორად. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია ანასტასია. ის არის ლამაზი, ცელქი და ბრანჭია. ჩემი აზრით ანასტასია რო გაიზრდება, გამოვა ბიზნესმენი. ჩემი ძმა არის 3 წლის და ქვია ალექსანდრე. ალექსანდრე არის ძალიან ცელქი და საყვარელი. ის ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის ძალიან სერიოზული და შრომელი. კიდე არის ჩემი სურვილების შემსრულებელი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე მიტომ მგონია რომ ზრუნავს და თბილ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის ჭკვიანი, საყვარელი და ლამაზი ძალიან. ბები არის ძალიან მხიარული და ახალგაზრდა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ყველაზე პოპულარული გავხდებოდი. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ნაყოფი ვარ ბევრ ქვეყანაში. მაგალითად იტალიაში, პარიზში და ავსტრიაში. სიამოვნებით ვიმგზავრობდი საბერძნეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვიქტორიამ რომ არ მეთქვას, რა მექმეოდა? მე მექმეოდა სოფია. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რომელი სუბრძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა რომ მქონდეს
ტელეპორტაციის სუპერძალა. მე ცხოვრობ ამერიკაში, მაგრამ მე უფრო საქართველოს მომწონს. მგონია, რომ აქ უფრო თბილი ხალხია. მე აუცილებლად ვიცხოვრებ საქართველოში. ბედნიერება არის ხატვა, საქართველოში ჩამოსვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.